გამარჯობა, მე ტორო ვარ ფოტოგრაფი. 18 წელია რაც ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული. ვიმგზავრები, რათა გადავიღო ევროპის ორი ქვეყანა, გადაღებას კი ფირის ფოტოკამერით ვაპირებ. You can sit here with your dog. რაც ამ მოგზაურობას ბევრად უფრო საინტერესოს ხდის ჩემთვის. ეს ქვეყნებია სლოვენია და იტალია. სლოვენიაში გადასაღებად უმაღლესი მწვერვალი ტრიგლავი შევარჩიე ექსტრიმი ძალიან ჩემი. და ულამაზესი ბლედის ტბა, სადაც ხორვატინა უნდა გადავიდე. წავედით, ერთად აღუღებთ ევროპა ფირს. მანქანა უნდა გვეკიდავებინა და აღმოჩნდა ისე, რომ არც ერთი მანქანა არ არის საერთოდ მთელს აეროპორტის ტერიტორიაზე. 2 საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ გამოჩნდა ტაქსის მძღოლი, რომელიც მანქანის ქირაობაში დაგვეხმარა. და იმედი გვაქვს, რომ ბლედის ტბაზე მზის ჩასვლას მივუსწრებთ. აძო, კაი Renault Clio ორიგინალ. ჩვენი მანქანაც აქ არის Renault Clio. ბავშვობის მერე არ მიტარებია მექანიკა და ნახოთ აბა როგორ მახსოვს. ხო გეგონათ რომ ევროპაში წავედი. არა, ნახეთ, ბათუმის გზა. აი ხა შემოვალ ვინც ხართ ბათუმში, ნახავთ ყველას. Hello. La polizia. ეხაო რაღაცაო ვინიეტაო. ისედაც ვაგვიანებდით და ეხა კიდე ავტობანის გადასახადზე შევჩერდით. Thank you very much. You're free. აქ გაგვიმართლა, დიდი რიგი არის. წავედით. რაც შეიძლება მალე უნდა ჩავიდეთ. ჩემი აზრით ვერ მივასწრებთ. მაგრამ პოზიტიური განწყობა არ დავკარგოთ და ვიმედოვნოთ რომ მივასწრებთ ჩვენი კლიოთი. გავიგოდეთ ულამაზეს სლოვენიაში. მართლა ძალიან ლამაზია აქაურობა. 7 საათი არის ხა. დილის კადრები გადავიღოთ ცოტა და გავაგზავნოთ მოგზაურობა. შუქი არის იდეალური. ეს არის მთა ტრიგლავი, რომელიც ზღვის დონიდან 2800 მეტრზეა. სადაც ასვლას გვეგმავთ მე და ალექს. აი ესეთი ულამაზესი წყალი როგორი სუფთაა ნახეთ შეგიძლიათ დალიო This is life როგორ შეიძლება ეს ყველაფერი არ გიყორდეს ცხოვრებაში არადროს ჰაიკინგით არ ყოფილი ვარ დაკავებული ჩემი პირველი გამოწვევაა და პირველი ასვლა არის. მაგრამ როგორც იტყვიან, სიძნელეების გარეშე არაფერი არ ხდებაო. და ხანდახან საჭიროა რომ ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ ადამიანები, იმისთვის რომ ცხოვრება უფრო მეტად დავაფასოთ. ჩვენ კი მივდივართ აი იქ. სუზევთ. Here is 2 ways, yeah? We don't know what is the simple one. Tominsko is very dangerous, and Prague is a little bit. Yeah. This is not good, but it's better than yours. We're gonna try. We are from Georgia. You know Georgia, Sakartvelo. Georgia, Estados Unidos, or Georgia? Gruzia. Gruzia. Yeah. Gruzia. Gruzia. Yeah. Easy. Oh. Yeah. Thank you very much. Not at all. Okay. You have to pay more attention. Yeah. Have a good day. Good day. Thank you very much. მაგრა შეგვაშინა. აი ამითიო ერახვალო. ნახოთ რა არ მოვკვდებით რა. პრაქტანაც მოვედით. იმ ქალის ჩევას მივყვებით და იმ გზით არ მივდივართ, უფრო რთული არისო და გადაწყვეტეთ შედარებით იოლი გზით წასვლა. მხოლოდ იმიტომ რომ ფეხში და ხელში რკინები მაქვს და ოდნავ რთული იქნება ჩემთვის იმ გზით წასვლა, თორე სიამოვნებით უფრო რთული გზით წავიდოდი. მე ერთმანი. აი აქ უნდა ავიდეთ. ხო არ დავიკარგებით. თუ დავიკარგეთ, უკვე აღარ ვიცი.
უბრალოდ შეუძლებელია რომ არ გაჩერდე და ეს ლამაზი არ გადაიღო. ესე კიდე გონი დღეს ვერ ავალთ და დაგვიღამდება. ეს კადრი უნდა გადავიღო აუცილებლად. სხვათა შორის მაგნოლია არის ჩვენი სპონსორი, ჩვენი მეგობარი და ფირები, კამერები რაც გვაქვს ყველაფერი გელას დამსახურებაა. მადლობა გელა. ძალიან დიდი ამ ყველაფრისთვის. და მოკლედ სანამ არ ჩამოვალ, მანამდე მე თვითონაც არ ვიცი რა გამოვიდა, რა გადავიღეთ. აქაურები ფიქრობენ, რომ ტრიგლავზე ასვლა ყველა სლოვენიელის მოვალეობაა. ტრიგლავის მთა მათ გერბზე და დროშაზეა გამოსახული. თვითონ ტრიგლავი კი სამთავს ნიშნავს. იგი დღემდე რჩება სლოვენიის ერთიანობის, თავისუფლების და ბუნებასთან ჰარმონიის სიმბოლოდ. გზა და გზა ესეთი მინიშნებები გვხვდება, ვინც წამოხვათ ტრიგლავზე, ამ მინიშნებებით უფრო მარტივად გაიგნებთ გზას. აქედან ერთი გზა მიდის მარჯვნივ და დაახლოებით 6 საათი ჭირდება ასვლასო და მეორე გზა მიდის მარცხნივ, მდინარე უნდა გადავკვეთოთ და აი ამ გზაზე ავიდეთ 3 საათნახევარში იქ ვართ. იქიდან მესმის მდინარის ხმა. აქედან იღებს ეს მდინარე სათავეს. აბა, როგორ წყალია ნახოთ. ოჰოჰო. ვარა კაიცია. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად. ჯერჯერობით ყველაფერი ნახოთ, რა იქნება ძალიან კარგად. აბა, ახლა რა გვაქასოლელი. ნუ 20 კილოიანი აპარატურით ცოტათი ძნელია ეს ყველაფერი, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. თავარია მოინდომო ადამიანმა და თავარია გინდოდეს. უფრო რთულდება ბილიკი. ჯოხები აქ უკვე გამოუსადეგარია და ვა, ნახე, რკინებიც გქონია რომ ხელი მოვკიდოთ და აუცოცდეთ. გონი დავიღალე ცოტათი. არა ხუმრობ რა დავიღალე. მე რა დამღლის. გამარჯობა მთავო. მე დავიღალე. ბიჭო ასლა ოკეი, მაგრამ ჩამოსვლა. We are going in Kredarica from this way, yeah? Yeah. Like 2 hours? Maybe 3? Yeah. Okay. Whoa. You can, but it's maybe hot and dangerous. Dangerous? Yeah. Let's try without dangerous. Nee, nee, weg mistig, man, hè? Yeah. Weg. Bye bye. მაგრა გაგიჭირდება თუ ამების გარეშეო და არა, ასვით ავალ. ჩამოსვლა. წლის წინ როცა ფოტოგრაფიით დავინტერესდი, ჩემი ოცნება იყო ჰესელბადის ფირის ფოტოკამერით გადამეღო ოდესმე. ეხლა კი ჩემ პატარა ოცნებას ვიხდები. ჰესელბადთან ერთად ვებერი კენონის ფირის ფოტოაპარატი ჩემთან ერთად იქნება ამ მოგზაურობაში. ფოტოების გადაღების მერე მივადექით ვიაფერატას, რომელიც ესეთი სირთულესაც არ გვექონა. ჩემი რჩევა იქნება ამ მარშრუტზე წამოსვლას თუ გადაწყვეტავთ, აღჭურვილობის გარეშე არ გაურისკოთ. ზემ მაგრა დააჭირა ძალიან და წყალი გოდარჩეელია ეს. სად ვართ ნახე. რო გვხვდებიან თქვენ ძმაო, ისინი არ გაქვთო? აქ წელზე რო ეკეთებ. მე ვთხარი, არა მეთქი. აუ თქვენს. ხმეთ თქვენს კი. აი ქვევით რასაც ხედავთ ეს ყველაფერი ამოვიარეთ.
დაახლოებით 2 საათია. რაც წყალი აღარ გაგვითავდა. აი ბოლოს რო წყალი განახეთ, ეგ ქონდა და დავლიეთ. კვდებოდით წყურვილით და რამ შეიძლება გადამარჩინოს აი ამ სიმაღლეზე. თუ არა თოვლმა. ხმარ როდია. ჩემ გადამჩენელია. ახლავე 7 საათის მერე წამოდით როგორც იქნა ამოვახციეთ ღრუბლებს ზევით ვართ და დღეს აი არ გავათენებთ ღამეს ეგ გავიგე მაგრამ ეს აქ როგორ აშენეს ეგ ვერ გავიგე საღოლინო მოვიდით აკორდ ჩემი არის მოხდით გუდაურში რა ოღონდ ან ხიჟინაში ვართ ან სოლიკოში ვართ ოღონდ სადა დიცში უფრო რა ეკამანდა გარე თოვლი უნდა იყოს თხილამურები მიყოდებული და წავიდა ბებენცო Hello guys, good evening. Good evening. ეხლა კი დავისვენოთ. ხვალდილით ულამაზესი მზის ამოსვლა გვაქვს გადასაღები. რითვისაც სამხელა გზა ამოვიარეთ. თან თქვა რომ დღეს თქვენზე უარი არისო, მეგობრებო. ნისლია ისეთი რომ საერთოდ არაფერი არ ჩელს. ამიტომ სადღაც 1 საათი დაველოდებით კიდე. თუ გამოიდარებ და ამინდი გამოვა, წავალთ უმაღლეს წერტილისკენ, სადაც ვაპირებდით ასვლას, რომელიც 2800 მეტრზეა. თუ არა და რა ვიცი, თავზევით ძალა არ არის. წვიმა დაიწყო, რაც ჩვენ ჩასვლას ბევრად ართულებს. და რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეთ. ერთ ფოტოს გადავიღებ და მივდივართ ეგრევე. წავედით შვიდ და წყნა რა თაუღელებლად. ამოსვლა ხო საშუალოზე რთული იყო და ჩასვლა იქნება რთული, იმიტომ რომ ამინდი არის ძალიან ცუდი. სადღაც იქიდან ჩამოვედით და სადღაც იქ მივდივართ. ყურადღებით, რაც თავარია. ოპა. არა, კანარაუნ ესეთებზე ავსულ ვარ. რა პრობლემაა? ექსტრიმი ძალიან ჩემია. ფეხი ცურავს, რაც ძალიან ცუდი ამბავია, იმიტომ რომ თა დასველდა. სოველინთა კიდეს რეალაა. ეხლა კი გავაგზავნოთ ჩვენი მოგზაურობა ამ ნისლიან და ულამაზეს მთებში. გავიხედოთ მარცხნივ. ეს არის მთა ტრიგლავი, რომელიც აღმართულია ჩვენს წინ და მზეო ამოდი, ნუ ეფარები მთას. წოვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე, ჟიდიბრიტი მაფრინავადა. ეხა ვიღაცა რომ ქართულად ბანი მომცეს. მიქრის მიმაფრემს უგზოუკლოდ ჩემი მერანი მზეოთი ბათვისა ლოცვად გულმოყრილი გრავგევედრები იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით არაფერი არ უკნა გევედრები ეს რა წვიმა ლუი ეს ცრემლებია
Pistec. ორი საათი და 37 წუთია რაც მოვდივართ. ფოტოებს ვერ ვიღებ, იმიტომ რომ წვიმს ძალიან და ველოდები რომ ცოტა მაინც გამოიდაროს. მარტივი გასავლელი ეს გზა. ნამდვილად არ არის. ძალიან სველია ყველაფერი. ყველა ნაბიჯი არის გასაზომი და სანამ არ დავრწმუნდები, რომ ფეხი მყარად გითქავს, მანამდე ნაბიჯი არ უნდა გადადგა. გამოსვლება მაინც ქონოდა 1-2 კლდეზე მეცოცა რამე მექნა. პირდაპირ ამით დავიწყე. მაგრამ რავი, აბა ტორო ვარ მე, ტორო. წვიმამ შედარებით გადაიღო და უნდა გადავიღო ფოტო ყველა ვარიანტში მაგის გარეშე ეს ამბავი არ გამოვა. რუბლებზე ვიტყობნა მაგრამ დასწორებს. გზის 90% გამოვიარეთ. საკამოდ რთული იყო. წვიმის გამო ბევრად უფრო რთულდებოდა რიგ ადგილებში ჩამოსვლა. აქ უკვე აღარ წვიმს საერთოდ. აი ეს რასაც ხედავთ. ეს მთები ჯერ ავიარე. მე ჩამოვიარე. აი ასვლა კიდე ოკეი იყო, მაგრამ ჩამოსვლა რთული იყო. შევძელით რა. მართლა რაღაც მომენტები იყო, რომ სერიოზულად მეშინოდა, რომ მეთქი, ოპა, ტორო დაგერხა. მაგრამ კარგად თორც. თუ არ გაჩერდები და იმოძრავებ, ყველაფერი შესაძლებელი ხდება. მე ალექსანდრ მიქელა მოვდივით ერთად. ვერ ვიცი. ჩამოვეთ მე და ალექსა. დარჩა მიქელა. Autobahn Vignato. Okay, thank you very much. Have a good day. ეს აი იტალია. მე და ალექსას ვინც გვიცნობთ. აი ხო მიხვდებოდით სადაც ხა მივდივარ და ნახავთ სადაც მივდივარ. შანსი არ იყო რომ ეგ ადგილი გამემაზა ეხა მე რა. საბაგირო. ეს არის სასრიალო კურორტი. ჩვენ ვართ აი აქ. ეხლა და უნდა ავიდეთ აი აქ 1760 მეტრზე. რომელსაც გითხრეს რომ ქვიაო მონტელოსარი. ბიჭო აგ პატარაზე მთაზე ავირბინეთ ბიჭებმა და ისე ვთქვა რომ ვერ დავდივართ. ამიტომ გონი რომ ესე უფრო კაია სიარული. შეგახსენებთ მეგობრებო, ვისაც გვიყვარს დარჩენილია სულ რაღაც 3 თვე ნახევარი და ჩვენ ისე ვისრიალებთ გუდაურში. სხვათა შორის ხო გუდაურში სპორტსკოლა გვაქვს მე და ჩემ კამერამენს, მე და ალექსას და ზამთარში ვინც დააპირებთ ჩამოსვლას, შეგვიძლია რომ გასწავლოთ სრიალი. ნახოთ როგორი გონდოლები აქვს აბა ამათ. ჩვენი ჯობია საქართველოში თუ ამათი. შემო ნახე აქ როგორ დგებიან. ვარა ლამაზია. აი აქ სიამოვნებით ვისრიალებდი. ქუჩები თუ აქვთ ლამაზი მაგასაც გადავირებთ და გავაგზავნებთ მე ჩვენს მოგზაურობას იტალიაში.
პატარა მცხეთაში გავიჩიტეთ რა. სოდი ცხოველთა რო შედიხარ და რო ყიდიან, ბროწეულის ტონს უნდა ყიდიდნენ ახლა აქცადმე. Can I take one photo? You can sit here with your dog. Hasselblad, yeah. Do you know? გავაგზავნეთ ჩვენი მოგზაურობა იტალიაში. სადაც გადავიღებთ ულამაზეს ღამის და დილის ვენეციას, უფერადეს ბურანოს, იტალიის ალპებში კი დოლომიტებს. თქვენ კი დაგვასაბსკრაიბეთ და დაელოდეთ შემდეგ ნაწილს.